გამარჯობა მეგობრებო. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ ტოპ 14-ის ყველაზე ქართული გუნდი არის ლიონი. და ალბათ ჩემი სირცხვილია ის ამბავი, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ერთი კაცი არ ყოფილა ჩემთან სტუმრად ლიონიდან. სასწრაფოდ დავფაცურდი, რაღაცა უნდა შემეცვალა იმისთვის, რომ ეს შეცდომა გამომესწორებინა და დავპატიჟე ძალიან საინტერესო ადამიანი. და რატოა საინტერესო, ამას უკვე საუბრის განმავლობაში გაიგებთ. ბექა შვანგირაძეა ჩემთან ოვალურ სტუდიაში და ძალიან მიხარია, რომ ბექა აქ ხარ. კეთილი იყოს შენი ფეხი ჩვენ სტუდიაში ლიონიდან პირდაპირ. გამარჯობათ, მადლობა დიდი მოწვევისთვის და მივესალმები მაყურებელს. პირიქით დიდი მადლობა, რომ ასეთ მომენტში ჩვენთან მოხვედი. შენ ხო იცი, მე ნადირობის სეზონს ვეძახი იმას, რა ქვია, სანაკრებო პანჯარას რა, მაშინ ჩამოდიხართ, მე ბადეს გადავაგდებ, ვინც ამოყვება. ხო და ისე მოხდა, რომ ვერც ერთხელ ლიონის მოთამაშე ვერ ამოყვა ბადეს და დღეს აი შენ გამოგიჭირე და ძალიან მადლობელი ვარ ბედის, რომ იმიტომ რომ შენთან მე ვფიქრობ, რომ შენთან ისეთი თემები შეიძლება განვიხილოთ და გავიაროთ, რაც თავისებური და უნიკალური იქნება და მაგასაც ვნახავთ, მაგრამ თავიდან რა იცი, დღეს ცოტა დავიღალე და მოდი ლუდით დავიწყებ პირდაპირ. შენ ხა შემოგთავაზო? როგორ ახართ, არ ვიცი ხა იმასთან, მე ვიცი რომ ცოტა შეიძლება. შეიძლება. ცოტა შეიძლება. მაშინ აირჩი, ეს არის ბაიო, ჩემი მეგობრების მიერ და მომზადებული ძალიან კარგი ნედლეულისგან დამზადებული ლუდი. ხო და შენ რომელიც გესიამუნება, ეს არის, სიამოვნებით დავაგემოვნებ. რომელს გასინჯავ. ეხლა მე აგიხსნი დაახლოებით. ესე იგი, ეს არის გერმანული ტიპის ლუდია უფრო. ეს არის უფრო ძლიერი, 9 ფანჩი, 9 გრადუსი აქვს. ეს ალბათ უფრო ნაკლები. ეს უფრო მომწაროა, დაკარგული ავიატორი. ესენი არის უფრო მსუბუქები და სხვადასხვა არომატებით. აი შენ რომელიც გესიამოვნება? უფრო ხილის არომატით რომელი არის? ხილის არომატით რა გითხრა, მაგრამ უფრო მსუბუქი რომელი? მსუბუქი, აი ეს სამივე მსუბუქია. მაშინ ეს არის ჰავაი. ჰავაის დავაგემოვნებ. ძალიან კარგი. ჰავაი მიირთვი შენ. დანელას დაკარგული ავიატორი შევთავაზეთ. დიდი მადლობა დანელას, გიორგი დანელიას, გვეხმარება დღეს და მეც რამე სავარჩევ. ბექა, დავიწყოთ პირველ რიგში იქიდან, რომ ლიონში რა ხდება, როგორ ცხოვრობთ, იქაურები, რამდენად კარგი, კი ვიცი რომ კარგია, მაგრამ ეხლა შენი ნაწილი მოყევი, ლიონი მორაგბისთვის რამდენად კარგი ქალაქია. არა, იქიდან დავიწყებ, რომ ლიონი პროფესორსა როგორც ქალაქი, ძალიან კარგი ქალაქი არის. ნაყოფი ვარ და ძალიან კარგია. საკმაოდ ლამაზიც. მორაგბისთვისაც ძალიან კარგი პირობები არის შექმნილი. ნუ ბაზარო დავიწყოთ, უმაღლესი ხარისხის არის. დიდიც არ არის, მისაგნებათაც ადვილია. შიგნით არ ყოფილ ვარ, მაგრამ იმაში რა ქვია, ბაზაზე იქ ფანზონაში და რაღაცები, ნანახი მაქვს, ოღონდ იქ цаრიელი იყო მაშინ მე რო ვიყავი, სოფლიო თასის დროს ვიყავი და აი საკმაოდ კარგი არის, რაგბის ხრივ ჩემი ასე კიდე ვითარდება და მეტი ხალხი ოლონჯერზე მეტი და მეტი ხალხი ესწრება თამაშსაც. ნუ ტულუზასთან რა თქმა უნდა იფსება სტადიონი და ისე მე მგონი 15,000-20,000 ადამიანი დადის თამაშებზე რა. იქიდან დავიწყე რომ ქართველები რომ ვართ. ხო, აი ეგ ქართველები რომ შეგროვდით მან ამდენი. ალბათ მოსულა ეს ერთმანეთისთვის სიტყვის შეწევა, ხო? იქ ვიღაცა დაუშვათ შენით რომ დაინტერესდნენ, წავლენ და საღინას და ნინის და ვიღაცას კითხავენ. შეეკითხებიან რას ფიქრობ, რა თქმა უნდა. აი რა მაინტერესებს? რა აინტერესებთ იმათ? აი რომ მიდიან რას ეკითხებიან? პიროვნება როგორია?
შრომელი როგორია, რა უნარები და სკილები, ნუ ეგ ალბათ თვითონაც უნდა ენახათ. პიროვნება არის სამნიშნელოვანი. უნდა იყოს დადებითი პიროვნება, უნდა იყოს მაგათთვის მნიშვნელოვანი არის. დადებით პიროვნებაში რა იგულისხმება მაშინ ეს? ანუ პოზიტიური კომუნიკაცია თუ არ უჭირს და ეგეთ რაღაცა პატარა დეტალებსაც კი აგვირდებიან. და ნუ რა თქმა უნდა შრომის მოყვარეობა ეგ პირველ რიგში რა. ხო. მაგას უყურებენ. კი, ამას აგვირდებიან. და მაგას ეკითხებიან კი, ეგრე არის. აი ბარბაკაძეც გადმოდის ჩვენთან 12 ნომერი არის 20 წელებში. კი, დუჩი. აი მაგაზეც კითხეს ბიჭებს და ყველას კითხეს და ნუ ჩვენს დავახასიათეთ და ეგეთ რაღაცები მოსულა რა. როგორ დაახასიათეთ? მე ნაკლებად მომიწია მაგის საკითხი, რადგან მე პიროვნულად არ ვიცი ხო, კარგად. შენ არ იცნობ რა. ბიჭებმა დაახასიათეს როგორც საჭიროა ის დაწუნებული. და აი რა მაინტერესებს იცი? ეს ერთად ერთი საზოგადოება ხართ ქართველები? რაღაცას ერთად აკეთებთ თუ? კი, ძირითადად ერთად ვართ რა. ხო და ერთად ვაკეთებთ რაღაცებს, ნუ ერთად ვჭამთ ხოლმე, ბაზაზეც ერთად ვართ. ზოგჯერ გვეძახიან ქართული მაფიას. ხო, უკვე მაფიისთვის საკმარისი რაოდენობა უკვე ხარ. აქეთ 4 ვართ, რომელიც უკვე ხორბალაძე ლუკაც სიტყვთან ერთად ვარჯიშობს. იქ ვარჯიშობთ თქვენ. საღინაძის ძმაც არის ჩვენთან ერთად, საღინაძის. ეგენი დიდ გუნდ ერთად. ლუკა ესპუარებში არის. ხო, ლუკა ესპუარებში. მეორე ლუკა ხორბალაძეც უკვე დიდ გუნდთან ერთად ვარჯიშობს ხოლმე. ძალიან კაი. რადონის ფრანგული უნდა იცოდე, რომ კაი კომუნიკაციას თავიდან გავანებოთ. კომბინაციები რო დაიმახსოვრო და ნუ იცოდე შენი როლი გუნდში რა. აი არიან ბიჭები ახლა უცხოელები, ნუ არ ლაპარაკობენ ფრანგულად დიდად. ამიტომ ზოგადად კომბინაციები და სტრატეგია შეეხება, იქ რაღაცეები დასაზეპირებელი არის და ნუ საკმაოდ ადვილად ხდიან. კი. საკმაოდ ადვილი არის. გასაგები. ის ვალდებულება არ არის, რომ ენა კარგად იცოდე მაგისთვის. ხო, მაგრამ სასურველია. სასურველია, რა თქმა უნდა. ბეკა, იცი რა მაინტერესებს? აი რატო აღნიშნე თავიდან, რომ ეს რაღაცა სიტყვების რახარუხი კი არისო, რომ უნიკალური და საინტერესო იყო. შენ არ მოხვდი, აი მაგალითად, როგორც ნინი, როგორც ლუკა, ან როგორც მეორე ლუკა, შენ არ მოხვდი პირდაპირ ლიონის სისტემაში. რაც იმას ნიშნავდა, რომ იმათი დაბალი დონიდან, ნუ ესპუარებიდან დაიწყებდი და მერე დაგაკვირდებოდნენ და მე შენ იქ მოხვედი ორიაკიდან. კი, პროდეორიდან. პროდეორიდან. ეს კიდე ცალკე ძალიან საინტერესო პროცესია. იმიტომ რომ შენ მიდიხარ ქვემოდან და მერე უნდა ტრამპლინი აიღო და უნდა ახვიდე ზემოთ. ეხლა ეს ხო შეიძლება მოახერხო, შეიძლება ვერც მოახერხო, ხო ესეა რა. შეიძლება დარჩე იმ პროდეორის მოთამაშედ მთელი კარიერა. ხო ჩვეულებრივი ამბავი. შეიძლება ძალიან გინდოდეს, ან ტრავმა შეგიშალოს, ან რაღაცა რა. და ამ დროს რაღაცა მომენტებში ხო არის საკუთარ თავთან, აი ბრძოლა არის, ფიქრები არის, რომ აი გამომივა ტრამპლინზე ავალ თუ ბოლო-ბოლო მაინც აქ დავრჩი. აი ამაზე თუ შეგიძლია ერთი აი რა შინაგანი მდგომარეობა გაქვს მაშინ როცა აი გზას ხარ შემდგარი და ზემოთამდე უნდა ახვიდე. ანუ ზოგადად ორი აქში რომ წავედი ჩემი საფუძველი და მიზანი ის იყო რომ მე შემეცდა top 14-ში ასვლა. და ეს იყო ჩემი მიზანი ყოველთვის რა. გაგაწყვეტინებ ისეთ ჯარისკაცს რა უთხარიო რომ გენერლობაზე არ ვფიქრობსო რა. ეგრეა. ეგრეც უნდა იყოს. მაგრამ გენერლობამდე მისვლა ხო იცი არ არის იოლი და. პირველ რიგში შრომა. ეგ რა თქმა უნდა. ნუ დავიწყე ახლა რო ჩავედი დავიწყე ესპუარებიდან, რთული პერიოდი იყო. ორიაკის ესპუარებით. აი მაგას შევეხები ეგ ორიაკში წასვლაც მთელი პროცესი იყო. მე 11 კლასში ვიყავი და დედამ ძალიან ხელი შემიწყო, მაგალითად ექსტერნად სკოლა დავამთავრე, რომ მე წასვლა შემეძლო. და ყველანაირად ხელი შემიწყეს. კი აი 18-ის ხდებოდი რა. ხო და ნუ დავიწყე ესპუარებით, რთული პერიოდი იყო, კოვიდის პერიოდი.
თამაშებიც არ იყო ესპუარებში და აი სულ 4 თამაში მომიწია ესპუარებში, რომელიც საკმაოდ კარგად გამომივიდა მაშინ და მივიღე ძალიან ტრამა მივიღე, ჯვარედინი გავიწყვიტე წინა. გამიცდა 8 თვე. ძალიან დიდ სტრესში ვიყავი. ვფიქრობდი, სწორი გადაწყვეტილება იყო ეს, თუ არ იყო, ბევრი ფიქრი მაწუხებდა. აი ეგენი მაინტერესებს. ვიყავი დასტრესილი. ხო, აი ეს ბრძოლები საკუთარ თავთან, რომ ხო, სწორი ვქენი თუ არა, ხო? სწორი ვქენი თუ არა და მოკლედ იმ ტრამვის პერიოდში გავაანალიზე, რომ ეხა ეს მოხდა, შენ უნდა შეცვალო ახლა მიმართულება, უნდა იფიქრო როგორ დაბრუნდე ძლიერი, როგორ ივარჯიშო შენ მინუსებზე და როგორ გამოსასწორებელი. და რავი, დავრუნდი მართლა, კარგად. ეს ესპუარებში ვიხდება კიდე. აი კარგად დავრუნდი, როგორ მახსენდება ეგ პერიოდი. კარგი თამაშები ჩავატარე ესპუარში. მე სეზონის ბოლოს კონტრაქტის გადავაწერე და უკვე პროდეორში დებიუტით შედგა. რა ნელ-ნელა მივყევი. შემდეგ სეზონი უკვე პროდეორში სტაბილურად თამაშობდი. მე კიდე ტრამვა შეხვდა, კიდე ჯვარედინი გავიწყვიტე უკანა ნაწილობრივ, კიდე 4 თვე გამიცდა. სეზონის ბოლოს დავრუნდი ერთი თამაში ვითამაშე, მე 20-ლამდელები, მანამდე არა მაშინ, ეგ 20-ლამდელები უფრო მანამდე იყო, ეგ მერე მოხდა. ხო და მე უკვე გამოჩნდა გუნდებიც და 14-ის, რომელიც უკვე დაინტერესებულები იყვნენ. ნუ ეს კიდე უფრო მოტივაცია და სტიმული მომცა. ხო. ჩემ თავში ვიყავი დარწმუნებული, რომ კარგია, სწორი მიმართულებით მივდივარ, რადგან ეგრე ხდება. რომ გადაწყვიტე, რომ უნდა დაბრუნებულიყავი ტრამვიდან, რომ უნდა გამხდარიყავი დაუშვათ უკეთესი, რა მიმართულება არჩიე, რა მიმართულებით უნდა გამხდარიყავი უკეთესი, ფიზიკურად უკეთესი უნდა გამხდარიყავი, ტექნიკურად, ტაქტიკურად თუ აი რაზე გააკეთე, რას აქცენტი? აი ყველა მხრიდან, მართლა აი ფიზიკურადაც ბევრად უფრო უკეთეს ფორმაში დავრუნდი. და რა თქმა უნდა ფსიქოლოგიურად. აი მაგაზე როგორ იმუშავე, შეგიძლია რა მე გითხრა? ფსიქოლოგიურად უკეთესად დაუბრუნდი რას ნიშნავს? აი დისციპლინა. ხო. აი დისციპლინა გავაუმჯობესე. რავი. აი 7 თვის განმავლობაში ტკბილი არ ხონდა ნაჭამი და ძალიან სერიოზულად ვეკიდებოდი თვითონ. ორიაქში იყო იმისი საშუალება, რომ ამას პროფესიონალურად მოკიდებოდი, დავუშვათ ყავდავინმე კონსულტანტი, მწვრთნელი, ვიღაცა კვების სპეციალისტი, ან ვიღაცა თუ ამას შენით აკეთებდი. ჩემით YouTube-ზე ვუყურებდი ვიდეოებს. ნუ რა თქმა უნდა, იქით დავით ნემსაძეს ბევრამეს ვეკითხებოდი. ოთახნის წინიში და მაგსავით. ბატონო დავითმა ძალიან დამეხმარა მაგ ხრივ, თუნდაც იმ დაბრუნებაში, აღდგენაში. ვარჯიშებს მაძლევდა ხოლმე გუნჩიც, ჩვენი ესპუარისთვის მომზადების სნელიც ძალიან მეხმარებოდა. რა თქმა უნდა, მეც იქით რეაბილიტაციებზე დავდიოდი ცენტრებში და მაგის საშუალება იყო, რა თქმა უნდა. ნუ რაღაც შეფერხებები სულ იყო. ხო, ეგ ნორმალურია, მაგრამ საკმაოდ კარგად მოხერხდა. მე რო ვფიქრობ, მან ყველაზე რთული, აი ერთ-ერთი ყველაზე რთული რა არის, იცი რომ დასახავ ადამიანი მიზანს რაღაცას, ალბათ არიან ადამიანები, ვინც დასახავენ და იქითკენ მიდიან მაგრად, მყარად და არ ეჭვი არასოდეს არ აქვთ რომ გამოუვათ, მაგრამ ადამიანების უმრავლესობას ალბათ მაინც რომ დასახავს მიზანს, მერე ეჭვი აქვს, რომ აი სწორედ დავსახე, სწორედ დავსახე, მერე გადაჭრის გზები სწორედ დავსახე, მერე შეცდომებს ხომ არ უშვებ ამ გზაზე, ან იქნებ ხო არ გავჩერდი რაღაცა. აი ეგ შენ როგორ გქონდა მანდ? არ გამჩენია ეგ კითხვა, სიმართლე გითხრა. არა. მივდიოდი პირდაპირ წინ. და წინ იყო რა, ტოპ 14-ის გუნდი. წინ იყო. ეგ ნელ-ნელა მოდიოდა. პირველ რიგში იყო კარგი დაბრუნება ესპუარებში. კარგი თამაში, მერე დიდ გუნდში ასვლა, დიდ გუნდთან თამაში. მერე მომავალ სეზონზე იყო, რაც შეიძლება მე თამაში მეთამაშა და რაც შეიძლება გამორჩეულად. და ესე მიყვებოდა ერთმანეთს და მერე უკვე რო გამოჩნდეს ტოპ 14-ის გუნდები, რა თქმა უნდა, უკვე იმაზეც წავიდა ფიქრი, რომ მოვიდა ეს მომენტი, უკვე მაგაზე ბევრი ფიქრი გიწევს.
რა თქმა უნდა ეს ცოტა წნეხს გადევს რომ ის top 14-ის გუნდი გიყურებს შენ რო ყოველ თამაშზე რო გადიხარ შენ არ გაქვს იმის უფლება რომ თამაში ჩააგდო აი რაღაც პატარა წნეხი არის ნუ მაგრამ ეგ როცა პროფესიონალი ხარ გვერდზე უნდა გადადო და შენ საქმეზე გაკეთო კონცენტრაცია რამდენი ხანი მოგიწია ორიაკში ყოფნა 24 სეზონი 4 სეზონი რომ პირველი წელი იყო ჩემთვის ყველაზე რთული კინდ ფსიქოლოგიურად, ფიზიკურად, ყველანაირად. მაგრამ ესეც გამოცდილებაში, ამას ყველაფერს გამოცდილებაში ვთვლი და ალბათ საჭირო იყო ეგრე. ამანაც დამეხმარა. ხო, გაგაძლიერა რა. გამაძლიერა ნამდვილად. მოგცა აი ეს მუდმივი წინ სიარულის мотиваცია. ძალიან კარგი. და ეს ნუ იყო შეფერხებები, თუნდაც აი top 14-ში ასვლაზე. აი იყო პრეზიდენტთან, მენეჯერთან, მაგრამ აი მე მაინც იმის მადლობელი ვარ, რომ მათმა თამაშები მომწეს და გამოჩენის საშუალება მომწეს რა. ეხლა თუ გაქვს კიდევ ზემოთ წერტილი რამე, საითაც მიდიხარ. რავი. წინ სულ არის წერტილი. ხო, აი მაინტერესებს რომ რა ეხლა რა შეიძლება იყოს მაგალითად კიდევ ერთი საფრთხე. ეხლა უნდა იყოს შემოსეს top 14-ში სტაბილური თამაში და რაც შეიძლება თამაშის ხარისხის გაუმჯობესება და გუნდთან ერთად, ნუ უკვე ტიტულებზე ფიქრი და შენ რას ხედავ დაუშვათ? აი შენი როლი ხან 6 ხარ, ხან 8 ხარ? ხო, ეგრეა. ხან 7 ხარ მე მგონი, ხო? თუ 7 ნაკლებად. აი გააჩნია მაგალითად ჩვენთან გუნდში ლიონში 6 ნომერი უფრო მხტომელია. ხო. მე შემიძლია აუჩი ავხდე, მაგრამ დიდად მაგ როლზე არ მიყურებენ აუჩი. რაც სწორია, ბიჭები არიან უფრო მაგრად ხდებიან ხო, აუჩი. გასაგები. და უფრო 7-8 ნომერი. ნუ ყველა სასიმამოვნოა ჩემთვის მე როცა 8-ზე ვდგავარ და ბექარო 7-ზე. ყველაზე მეტად კომფორტულად მაშინ ვზნობ თავს. გასაგები. ისე ყველაზე უკეთ შენთვის 8 ნომერი. ჩემთვის მე 8 ნომერზე ვზნობ თავს კარგად. და ჩემს მეტი თავისუფლება მაქვს. ხო. აი 8 ნომერს ეხლა მე შევეცდები რომ ცოტა ტექნიკურ რაღაცებში გავერკვიო შენთან ერთად რა. 8 ნომერს როცა 8 ნომერზე როცა ვლაპარაკობთ. რაზე ვლაპარაკობ? 8 ნომერის თამაში ძირითადად განსხვავებულია შერკინებიდან გამომდინარე, რომ შერკინებიდან რას თამაშობს, სტატიკიდან, თუ ზოგადად თამაშიც 8 ნომერს სხვა როლი აქვს. ადრე ხა ბექა გორგაძესთან მაქვს ლაპარაკები. ადრე იყო რომ 8 ნომერებს უკან ტოვებდნენ რომ მე იქიდან წამოიღო ეს ბურთი. ეხლა ნაკლებად ხდებაო ეგო და აი ღია თამაშიც განსხვავებულია 8 ნომერის თამაში თუ უფრო სტატიკაზეა. ეს უკვე გუნდის სტრატეგიაზეც არის დამოკიდებული. არის გუნდები 8 ნომრები მხტომელები არიან აუჩი, აი თუნდაც ახლა ტულუზა რო ვნახოთ, აი რუმატი უფრო მხტომელი არის, ტექნიკური მოთამაშე, რომელიც სივრცეებს ეძებს და არ არის ეგეთი ფიზიკური მოთამაშე. ნუ არის კიდე 8 ნომრები, როდესაც ფიზიკურები არიან, აი ბექა გორგაძე, კი ბატონო. ფრიცლი, იგივე კლერმონში. კი ბატონო. ეგეთი უფრო ჯანიანი. და ეგ გააჩნია გუნდი როგორ სისტემას თამაშობს. ხო. მივხვდი, მაგრამ ხო და აი 8 ნომერი შენთვის დაუშვათ რა თავისუფლებას გაძლევს, რითია საინტერესო შენთვის 8 ნომერი? ნუ ძირითადად 8 ნომერზე რომ არ აუცილებელი ფიქრი არ მჭირდება. და რაც მაძლევს, აი კომბინაციებში უფრო ხარ ჩართული. აი იმ ფაზებში თუნდაც პირველი ჩახსნა, პასი, 8-დან 9-სთან გატანა ან წაღება და ნუ ეგეთ რაღაცებს გაძლევს. ჩემი აზრით 8 ნომერს უფრო მეტ საშუალება აქვს ბურთის წაღების რა. გაგიჭირდა შეტევაში. გაგიჭირდა გადართვად Pro D2-დან top 14-ზე? აი რა იყო თავარი განსხვავება და თუ გაგიჭირდა რამესთან მორგება? თავარი იყო აი ვერ ვიტყვი რომ ფიზიკურად ბევრად განსხვავებული არის თქო რა თქმა უნდა ის განსხვავებაა რომ თითო გუნდს 2-3 ადამიანი ძალიან ფიზიკურად გამორჩეული ყავს გასაგებია დანარჩენი არაფერი და რა თქმა უნდა ეგ არის გადაწყვეტილების მიღება მოედანზე სისწრაფე არის თამაშის უფრო მაღალი მაგრამ იმასაც გავუსწრებ ხავს რომ არის Pro D2-ში აი პირველ 3-4 დღეულში გუნდები რომელიც მაღალ სისწრაფეშიც თამაშობენ ამიტომ ის სისწრაფეები მიგრძნია Pro D2-შიც ხოლმე
მე ხშირად მიკითხავს ამ იმაში, მაგრამ შენც გითხავ, რადგანაც ყველა პოზიციაზე გიწევს მესამე ხაზში თამაში. აი 6-სა და 7 შორის დღეს რა პრინციპული განსხვავება? მაგალითად თქვენთან. აი ლიონში 6 ნომერი არის ტომელი, გავიგე. ტომელი თამაშობს უფრო კიდეში, მოედნის კუთხეებში, ვთქვათ. აი ესეთი ტიპი არის, უფრო მეც არიდებაზე წავა, რაღაც მეტრებს მოიგებს და ჩადებს ბურთს რა. და 7 ნომერი უფრო ფიზიკური უნდა იყოს. უფრო მძლავრი თამაში უნდა შეეძლოს რა. უფრო დომინანტი რაგში. ისე ლიონს რა გეგმები აქვს ახლა წელს? ჩვენ ხედავთ რომ ერთი წელი ჩელენჯი მოიგეს, მერე ჩაუვარდათ, მერე აი ცოტა არასტაბილური გუნდის შტაბ-ეტილებას ტოვებს რა. რაღაცა ერთი ხაზი არა აქვს რომ აი რეალსებზე რომ დადგები და მიდიხარ. კი. თუნდაც ახლა ჩემი ასეთ გამოსწორდა სიტუაცია. ბევრი თამაშები მოვიგეთ. და უკვე 6-ეულში შევედით და 14-ში. რა თქმა უნდა მიზანი იქნება პლეი-ოფის თამაში უდაოდ. და მერე ჩელენჯ კაპზეც პლეი-ოფში ვართ და მოსაგებად გავაგუნდი თავისთავად. გასაგებია. კარგი. მაშინ ახლა ერთი პატარა გადახვევა გავაკეთოთ. TBC ყავს ჩვენ პარტნიორი და იმას თავისი მცირე შეკითხვები აქვს იმისთვის რომ თქვენი პირით უკეთ გავაგებინოთ ამ გულშემატკივარს პატარა უბრალო წესები, რომელიც არც ისე უბრალო ახლა საბოლოო ჯამში საკმაოდ რთულია რაგბის წესები. ამიტომ ნაწილ-ნაწილებად დავყავით და თითო გადაცემაში თითოეული სტუმარი რაღაცას ხსნის. დღეს TBC-ის შეკითხვა ასეთი იქნება. როდესაც ლელოს გაუშვებ, არის განსხვავება 15 კაცასა და 7 კაცას შორის თამაშის განახლების მეთოდზე. აი, როგორ განახლდება თამაში ლელოს შემდეგ 15 კაცაში და 7 კაცაში. რაც შეეხება 15 კაცა რაგბიში, როდესაც შენ ლელოს დადებ, საწყის დარტყმას იღებ მერე შენ. განახლება ბურთის რო ხერხდება, შენ ხარ მიმღები. მეტოქე ურტყამს ფეხს. მეტოქე ურტყამს ფეხს. და როდესაც 7 კაცაში დადებ ლელოს, შენ ურტყამ მეტოქეს. აი ეგეთი საინტერესო წესები აქვს. ნუ შეგახსენებთ რომ 7 კაცა 15 კაცას შვილობილი ისა ორგანიზაცია, ასე ვთქვათ, თამაშია და აქედან გამომდინარე ერთი თამაშის ორი სხვადასხვა ვარიაცია. შორის მომიწია 7 კაცის თამაში 18 წამდელებში და ძალიან კარგი გამოცდილება ნამდვილად. ხო, როგორ შენ მახსოვს რომ ითამაშე? კი, აი ეს გდანსკში იყო პოლონეთში და საკმაოდ ძალიან კარგი გუნდი ვიყავით მაშინ. ჩვენ ჩემპიონი ირლანდიას ჯგუფურ ეტაპზე მოვუგეთ 31-7 თუ არ ვცდები. ხო. და მერე ისინი ჩემპიონები გახდნენ. და ნახევარფინალში დაგვაგდა ცოტა ესპანეთთან დრო გასულზე წავაგეთ. რაც დასანი იყო. და იმ პერიოდში ნინიც ნაკრებში იყო, ლუკა ლევანი იყო ბოლაძე, ხო მე მგონი? კი, ლევანი იყო წელი. კარგი გუნდი იყო და ბევრს დღემდე წდება გული რომ ეგ პროექტი აღარ არის. 18 კაცა 18 წლამდე 7 კაცა. აი რას აძლევს 7 კაცა? შენ როგორ ფიქრობ? შენ ზიავოთ, მოდი ზოგადად თავი დავუნებ. შენ მოგცა რამე აი იმ 7 კაცა ტურნირმა? ჯერ როგორც მოთამაშეს. სისხარტე დავისწავად. მესამე ხაზელისთვის ეგ ძალიან მაგარია როცა სისხარტეს უმატებ. გამძლეობა და აი ისედაც ადამიანური ურთიერთობების ხრივ პატარა ჯგუფი ხართ და აი ეს მეგობრული ურთიერთობები ხო, მესმის რასაც ამბობ. ეს ჯგუფ თან უფრო მსუბუქია 7 კაცა. მეტი სილაღეა, მეტი ესე ურთიერთობა იქ გასახდელები ზოგჯერ არც არის ხოლმე ყველასთვის ასაკე და ტრიბუნაზე ერთად ხედან იქ რაღაცა ურთიერთობა კომუნიკაცია მეტია ბევრ სხვადასხვა იმას. ეგ არის ხო ეგ მოქმედებს? არის ეგ მომენტი, ნუ
ასე გითხრა მაშინ ევროპის ჩემპიონატზე, როდესაც უბრალო ეტაპები ხდება რაღაც, უბრალო ტურნირებზე გავდივართ. მაშინ კი უფრო ლაღად ხარ, მაგრამ ნუ ის მეოთხედ ფინალი, ნახევარფინალი ვარ რაგბი ევროპაზე, მაინც ის დაძაბულობა და ის არის. თავისთავად. მე უბრალოდ ზოგად განწყობაზე ვარ. ზოგადი კი, რა თქმა უნდა. ზოგად განწყობაზე. ეხლა შენ უკვე ხარ ბორჯღალოსანი, მაგრამ შენი ოჯახის წევრმა დაგასწრეს. ხო ეგრეა. გითხარი მამაზე 1-2 სიტყვა, ვინ არის, როდის ითამაშა, რა ითამაშა, რა პოზიციას თამაშობდა, ჩვენ არ ვიცნობთ. მამა არის ბადრი შვანგირაძე. აი ძველი აიარო იყო საბჭოთა კავშირის ჩემპიონები რო გახდნენ. აი ეგ თაობა არის. ითამაშა საბჭოთა კავშირის ნაკრებშიც აქვს და თამაშები, საქართველოს ეროვნული ნაკრები რომ შეიქმნა. თუ არც აი ზიმბაბვესთან რო იყო პირველი თამაშები, აი მაგ პერიოდში თამაშობდა, იყო უსიკი იყო. იგივე. იყო ფლანგერი. და რავი, ერთ-ერთი პირველი ლეგიონერიც იყო, მაშინ პოლონეთში წავიდა. მიშო ბაბუნაშვილის მამასთან ერთად გუგა ბაბუნაშვილი. და დავით ჩავლეშთან ერთად. დასაგებია. გინახავს მაგის თამაში? მე არა. არა. შეიძლება ადრე მე მაჩუკეს ერთი დისკი აიაზე. სადაც მონაკვეთი იყო და შევხედე, აი პატარა მონაკვეთი იყო 10 წუთიან, სადაც დავინახე რა მამის თამაში და ისე არას რა ხარ. მაგრამ ნუ გადმოცევით ვიცი ბევრი რამე. რა იცი გადმოცემით? აი რომ ძალიან ისეთი იყო რა. ფიზიკური და ცოტა უმხეში მოთამაშე იყო მოედანზე. ხო, ხო. მე 6 ნომერი თუ იყო, მაგრამ უნდა ყოფილიყო. გავიგე. აი ის რომ შენ ხარ მორაგბის შვილი. ეს რამეც აიოლებს თუ ართულებს? არ დაფიქრებულა ამაზე. უბრალოდ რა თქმა უნდა, მამის დამსახურება არის, რომ მე რაგბში ვარ. ზოგადად ოჯახი, ჩვენი ოჯახი, აი ბიძაშვილები, მამინდაშვილები, აი ნუ რაგბში იყვნენ ყოველთვის და ჩვენზე მეცახელი არის შოკი. შოკი. შოკი რატო? ეგეც მოყევი რა. არ ვიცი, საიდან მოდის ეს შოკი? აი ნუ მამა შეარქვეს თავის დროს. ხო, ვიცი და რატო? ნუ შოკი იყო რა. ეგრე მოედა, აი თამაშიდან გამომდინარე და ნუ შოკი ხარო. როგორც ვიცი თავიდან არ მოწონდა ეგ მეცახელი, მაგრამ მე უკვე. მაგრამ უკვე ოჯახური ის გახდა რა. თილისმა. ეხლა მონაწილეობს შენ სარაგბო კარიერაში? კი, რა თქმა უნდა. როგორ? აი რჩევით, კრიტიკით თუ როგორ? სწორი რჩევა, სწორი კრიტიკა და თამაშზე გაანალიზება და საერთაშორის აი თანამედროვე რაკს კარგად მიყვება. ხო, აი რაც მე მიადვილებს, ნუ იცნობს უკვე. კი, რა თქმა უნდა. ჩართული არის და დაუშვათ იცნობს თუ არა რა ტენდენციებია, კი, ყველაფერს. ნუ იქ კიდე ჩემი ძმაც აქტიური არის ძალიან და ჩართულია ყველაფერში. ნუ ზოგადად ბავშვობიდან აი რაღაც პროექტივით ხონდა ამას, რომ შენ მორაგბე უნდა გამოხვიდეო. ნუ და მეც სული და გულით მიყვარდა. რავი, რაგბის ვარჯიში ნუ არასდროს არ მეზარებოდა. სულ ერთი სული მქონდა, რომ წავიდოდი ვარჯიშზე და ვარჯიში გიყვარდა გასაგებია. ყურება თუ გიყვარდა? სულ ერთად უყურებდით სულ რაგბს. ხო. აი ეგ არის მთავარი. ეგ მე ვფიქრობ ვეკა რომ ეგ ცოტა გვაკლია დღეს საქართველოში რომ რაგბი გასაგებია დადიან თამაშობენ, მაგრამ ტრიბუნებს რო შეხედავ, ხვდები რომ კაცო ვინც თამაშობს ისინი რომ მოედანზე იყვნენ, ხო, სტადიონზე რო იყვნენ. სავსე იქნებოდა რა და არ დადის ხალხი სტადიონზე და მე რო ფიქრდები რომ ვიღაცას ველაპარაკებ მორაგბია ის არის ვარჯიშზე დადის, მაგრამ თამაშებს რა აზე არ არის რა ხდება რა. ზოგადად ნაკრების თამაშების რო არის იმაზე ეგეც არ იცის და მე ძალიან მიხარია რომ შენ თან მაყურებელი და თან მოვარჯიშე. აი კიდე მინდა ხაზი გავსო რომ ჩემი ოჯახის დამსახურება მთლიანად დიდი არის. მოიხსენებათ ნუ მამა ჩვენ მე გავიზარდე მოსკოვში. ხო. მამა იქ მუშაობდა. და რაღაც პერიოდში იქ დავდიოდი რაგბზე. ხო და აი რაღაც პერიოდი რომ მოვიდა რომ 13 წლისკენ 13 წლის ვიყავი რომ განვითარებას ვეღარ ხედავდით იქ
უკვე რაც შემეძლო ამომეწურა იქ რაგბის მხრივ ამოვწურე. და ნუ მე გადაწყვეტილება მივიღეთ რომ მე საქართველოში წავსულიყავი და რაგბის კლუბ აიაში მივსულიყავი. და ჩემმა ოჯახმა უბრალოდ მოგვიწია ოჯახის გაყიდვა. დედა წამომყვა საქართველოში. აი მართლა ჩემი მიზნებისთვის. და უკვე 12-13 წლის მე რაღაცად ვიცოდი რომ მე მინდა რა რაგბი მინდა. და შენც გინდოდა. ხანდახან იცი როგორ ხდება? ხანდახან აი როდესაც ოჯახი ამ ხელამ მსხვერპლს იღებს, რისკებთან დაკავშირებული. რისკებთან არის დაკავშირებული ერთია და მეორე აი ეს ბავშვი რა ამ შემთხვევაში შენ ძნობს წნეხს რომ კაცო ამ ოჯახმა ამ ხელა წნეხს გაიღო და მე კი აღარ მინდა მაგრამ აი მშობლებს უნდათ მაგრამ შენს თუ გინდოდა ეგ ვაფშე მაგარი ვარიანტია. ეგ მინდოდა ზუსტად რა. ნუ მოკლედ ეგრე მივედი აიაში მერე ძალიან კარგი. და დიდი დამსახურება აი დედა ყველანაირ ხელს მიწყობდა ყველანაირად რომ მე დასუნებული ყოფილიყავი საჭმელი თავის დროზე მეჭამა და რა თქმა უნდა სწავლაზე სულ მიკეთებდნენ აქცენტს. მარტო სპორტი არ იყო ჩემ ოჯახში. მე უნდა აუცილებლად უნდა მესწავლა. და მართლა მადლობელი ვარ დღესაც და მედია უნივერსიტეტს მანდ დავამთავრებ. ვსწავლობ? კი. აბა მოყევი რა ხდება? ან ეგ საშუალებას ეგ კოვიდის პერიოდი დამეხმარა რა. რომ ონლაინ იყო ყველაფერი პირველი 3 წელი ფაქტიურად ონლაინ ვისწავლე. ჩავაბარე GPI-ში ელექტროინჟინერიას. და ახლა ნუ ერთი თემესტი დამშა დასახური და მარე აი ხა რაღაცა მითხარი და სწავლობ ელექტროინჟინერიას თუ აი პირველი 3 წელი მართლა ძალიან ჩართული ვიყავი. ყველაფერს ვცდილობდი რომ ესწავლა. რა თქმა უნდა იქ მე ინდივიდუალურ პლანინგს იგეთებენ. გრაფიკი ინდივიდუალური გაქვს, იმიტომ რომ ვერ ახერხებ ფიზიკურად ჩასვლას რაღაც პერიოდში ზუსტად როდესაც გამოცდები არის. ნუ მაგაში რა თქმა უნდა გეხმარებიან. და ნუ მე 4 წელი ცოტა გამირთულნა, იმიტომ რომ უკვე იქ უნდა ვისულიყავი, უფრო ჩართული უნდა ყოფილიყავი, რაც ვერ მოვახერხე და ნუ იმედია მომავალში ახლა. ერკვევი ხა ელექტროინჟინერიაში? ვცდილობ. მაგრამ ძალიან რთული არის და ამიტომ ძალიან საინტერესოა. იმიტომ რომ ძირითადად ეგრე სპორტსმენები პარალელურად სწავლობენ, ნույნիսկ რაღაცა იურიდიული, საერთაშორისო სამართალიანი ურთიერთობები ან სპორტული რაღაცა. ელექტროინჟინერია ნახალია და ხელები ამიწევია ძალიან მოგზაურს. ძალიან მაგარია. ძალიან მაგარია. მე ხა მე სადმე მაგრამ ეხლა ვცდილობ რომ რაღაცები გავიგო მაგ სფეროში და მეტო გამიხარდა. მოკლედ მივადექით კიდევ ერთ რუბრიკას, რომელიც სხვათა შორის ძალიან მიყვარს და ამდენი ხანი უნდა გაგიმხილოთ, რომ ვერ მოუფიქრე კუდი. რაღაცა პატარა ტიხარივით მინდოდა, რომ ამ რუბრიკის გასვლის წინ რაღაცა თავისი კუდი ვითქონოდა, მაგრამ ვერ მოვაბი თავი რაღაცა ალბათ უფრო იდეებში გავიჭედე და ავიბენ და ვეღარ მოკლედ ვეღარ ისავქენი რა ქვია ვეღარ ჩამოყალიბდი როგორი გამეკეთებინა მაგრამ თვითონ რუბრიკა ძალიან მიყვარს და მოდით სანამ კუდი ექნება ისე გავაგრძელოთ მისი ყურება იმიტომ რომ სტუმრები ამ რუბრიკაში ძალიან საინტერესო ფაქტებს გვიზიარებენ ხოლმე ან ემოციებს, ან შეხედულებებს, რომ ერთი კონკრეტული ლელოს შესახებ. რუბრიკას ქვია ერთი ლელოს ამბავი. აგერ მიწერია, რომ არ დამავიწყდეს ელა და ბექამ კითხა, ელა რა არისო და ვთქვი, რომ არ შეგეშინდეს ელა ფიჯერალზე არ გეკითხები, ელა ერთი ლელოს ამბავი. ხო და ეხლა ბექამ უნდა მოყვეს, რომ თავისი სასურველი ლელოს შესახებ, რომელიც არჩია. აბა მითხარი, შეიძლება ორიდან დავასახე. კი გენაცვალე, მიდი. პირველი და რომელიც მაგრად მახსოვს ეგ ჩემ ბავშვობაში იყო, როდესაც დავით ზირაქაშვილმა დაუდო რუსეთს ლელო, სადაც ბევრი რო ირბინა ასე 35 მეტრი რო ირბინა და აი ეს თან პრინციპული თამაში და უკვე ბუნოსკენ გადამტეხიც იყო ძალიან და ისეთი ემოციები იყო რომ არ დამავიწყდება არასდროს. აი სახში და რა იყო? აი რაღაცა სიამაყი. სახში ვიყავი, სხვადასხვა მაგდროს რუსეთში, მოსკოვში ვიზრდებოდი, როგორც მოგახსენებთ და აი ჩემთვის კიდე ორ მაგათ რაღაცნაირად პრინციპული იყო და
აი რავი, ისეთი ბედნიერებით ახსებული ვიყავი მაშინ, რომ არ დამავიწყება არასდროს. რატომღაც ეს ლელო ძალიან კარგად მახსოვს. და მეორე ლელო რაც შეეხება, ეს ჩემი ნანატრილელო არის top 14-ში. რომელიც პერპინიანს დაუდევი. პირველი ლელო top 14-ში იყო ჩემი. როგორ რა მოხდა? აი, ეხლა როგორ დავითარდა მოვლენა? აი, როგორ ვითარდება სულ თავიდან, აი, პირველ ამხანაგურ თამაშზე ლელო დავდევი. მე ისიც არ მახსოვს, ნუ გინდა თუ არა ლელო უნდა დავდე. ნუ ყველას რა თქმა უნდა სასიამოვნო არის, ოდესაც ლელოს დევ და ოდესაც პირველი არის განსაკუთრებით. ნუ top 14-ში არ მქონდა ლელო დადებული. სულ რაღაც ცოტა მაგდებოდა თამაშებზე. ერთხელ ჩახურვა, მერე ოდნავ დამაგდა, მერე რაღაც ნუ არ მიდიოდა, ნუ მოკეთ მერე ბურთი აი გავარდა ოდნავ რო დამეჭირა ლელოს და ვერ ვდებდი მოკეთ ამ ლელოს და არა და ნუ მიჩვეული ვარ რომ ერთ სამ თამაში ერთხელ ვდებდი ხოლმე ლელოს როდეორში და ნუ მოკეთ პერპინიანთან ეგ უფრო მაშინ მოდის, როდესაც ბევრად არ ფიქრობ მაგას. უკვე იმდენად აღარ ფიქრობ და სხვა რაღაცაზე ფიქრობ, ხო? უფრო ფიქრობ, რომ მე სულ ეგრე ვარ, რომ ფიქრობ, რომ გუნდს გამოვადგე, დავდებ ლელოს არ დავდებ, მაგრამ ნუ რაღაც პატარა ფიქრები ყოველთვის გაქვს და ნუ როგორც პერპინიანთან რომ გააჭრა და ეს პირველი ლელო დავდები, ნუ ძალიან ემოციური იყო ჩემთვის. მომენტი შეგიძლია? დავი პიკენ, აი, კი. გავჭერით ხაზი და მივედით უკვე ლელოს ხასთან და pick and go-ები იყო. შენელებული ბურთი და მეც უკვე მეთქი ახლა უკნიდან ვარ დახმარებაზე შევალ მეთქი რომ იმან გადავიდა რაქსე და ახლა მე ვარ უკვე ბურთთან. მეთქი ახლა უნდა მივეძალო კარგად. ფიქრობ, ნუ შეიძლება ალბათ ვერ დავდებ, მაგრამ პატარა წინ წავიწია. ვიძგი უნდა მივცე. ნუ აქედან შევდივარ რაც შემიძლია და აქედან გვერდიდან ჩემი გუნდელიც მეხმარება და აი რომ გადავკვეთე ეს ხაზი. აი ძალიან ბედნიერი ვიყავი იმ მომენტში. ძალიან კარგად მესმის სასაცემო ბეგრძნობა და განცდა. მე top 14-ში კი არა იმაში წარ და მიდი არასოდეს ლელო რა ქვია. დიდათში, მაგრამ პირველ ლიგაში კი მაგ ლელო გატანილი და უმაღლესში არა. ხო, ისე შენ თავს როგორ უყურებ? როგორც უფრო შემტევ თუ უფრო დამცველ მოთამაშე. აი შენი თვითონ როგორი პროფილის მოთამაშე ხარ შენი გადასახედით? მაგ საკითხთან დაკავშირებით მე მიყვარს ბალანსი. თანაბრად როგორც შეტევა, ისე დაცვა. და ნუ ბევრჯერ ხონია ხოლმე განსაკუთრებით ორი აქ შევთამაშობდი, რომ სცენი მოსწოდა და აბა დღეს 25 ბოჭვა და მაგარი დაცვა და სულ მეუბნებოდი ხოლმე. იმედია მაგდენი ბოჭვა არ მომიწევს მეთქი და უფრო მეტრებს მოვიგებთ მეთქი და ბურთით დიდი ხანი ვიქნებით. ამიტომ მართლა ერთიც შეამონებს და მეორეც. რაგბის თამაში გიყვარს რა მარტივად რომ. მიყვარს ბალანსი. აიაში ნასწავლი რაგბი რამდენად მოერგო ფრანგულ რაგბის. და რამდენად მოგიწია რაღაცეების შეცვლა. რაღაცები ალბათ ახლა დეტალების მორგება მოგიწევდა, მაგრამ მთლიანობაში შენ იქ ჩახვედი, აი ამ მოგცა ის ცოდნა, რომლითაც რაგბის ითამაშებდი საფრანგეთში. სწრაფი რაგბი, ლაღი თამაში და გადაწყვეტილებების მიღება. და ეს მნიშვნელოვანი არის რაგბისთვის. ხო. რომელმაც აი ამ ეგ მე მომცა. ესე იგი ვინ იყო შენი მწვრთნელი? მე ჩემი მწვრთნელი თავიდან იყო პატა ტყაბლაძე, ირაკლი თხებუაძე, მერე პესო ხამაშურიძე. შენ მოგიწია საქართველოს? არა, მომიწია და ბრეკა ყურაშვილი. ვითამაშე კი, ორი თამაში ვითამაშე. მე 11 კლასელი მაგაც. კი. ვიყავი 17 წლის და მომიწია მახსოვს პირველი თამაში მქონდა ლოკომოტივთან გასვლაზე. შესვლაზე ვიყავი. ხო. ნუ მე უკვე დიდი ხნის დაწყებული მქონდა ვარჯიში, სამ თამაში ვთამაშებდი დიდ გუნდთან და ამხანაგურის ნათამაშები მქონდა. ცოტა მკიმტკიოდა, არ მოგატყვეთ, მაინც ისინი კაცები იყვნენ უკვე. მაგრამ საკმაოდ კარგად ვზნობდი თავს მაინც და აი ლოკომოტივთან მახსოვს ისეთი უხეში და რთული თამაში წავიდა, რომ არ გამომიყვანეს. ვიგებდით ისედაც და თქვენს ნუ არ გვინდა რომ რაღაც მოგდაგიშავდეს.
რაზეც ახლაც მადლობელი ვარ და ნამდვილად სწორი გადაწყვეტილება იყო მაგ პერიოდში. ძალიან ფიზიკური გუნდი იყო. კი, ავიღოთ, ძიმე მოთამაშეები ყავდა ძალიან. ხო და მე მახსოვს ჩემი დებიუტი შედგა არმასთან სახლში და პირველ სადებიუტო ლელოს დავდები ქუთაისში და მე რუსთავის ხარებთან ვითამაშე გასვლაზე მეორე თამაში. და მე უკვე კოვიდის გამო შეჩერდა რა ეს ჩემპიონატი და ზუსტად მე მოვაწერე ორიაკში ხელი. ორიაკზეც გითხარი ხა, იცი როგორი გუნდია? იმდენად ქართული გუნდია, რომ რაღაცა შინაურ ასე მგონია რომ ჩავიდე იქ ძალიან კარგად რა, რაღაცა შინაურები შემხდებიან, მაგრამ მაინც საინტერესო სიტუაცია ამ გუნდში, რატომ აიჩიეს ესე ძალიან ამ ქართველების შეგროვება რატო გადაწყვიტეს და მე როგორც ვიცი პატარა ქალაქია, ბევრი არაფერია ისეთი გასაკეთებელი, თუ ვარჯიში გინდა, მაგის საშუალება თუ არის. კი, რა თქმა უნდა, ვარჯიში თუ გინდა, სულ არის მაგის საშუალება, რა თქმა უნდა. არა, ნუ მე ინფრასტრუქტურას ვამბობ რა, რომ ყველაფერი თუ არის. და მიუხედავად ინფრასტრუქტურისა, შენ თუ ძალიან გინდა, ყოველთვის მოახერხებ რა განვითარებას. და აი მართლა რომ ბევრი რამე არ არის ქალაქში და ყველაზე მეტად რაც მოგწონდა კეთება, ეგ ერთად შეკრება, წადის შეწვა, გასვლა გასეირნება ერთად ქალაქში, მაგრამ ხშირად ერთად ვიყავით რა. და ორიაკი რატო ამდენი ქართველები ორიაკში, ეგ ჩვენ ქართველებმა მოვიპოვეთ და მანამდე ვინც ქართველები იყვნენ, მათმა მოიპოვეს ეს ნდობა. და იციან ქართველების ხასიათი, იციან ჩვენი შრომის უნარი, რომ ჩვენ არაფერს არ დავაკლებთ. აი ლევან დათუნაშვილი მყავდა და ისიც აი ლევან დათუნაშვილი ვინდა ახსენო. თავიდან რთული იყო ჩემი მშობლებისთვის ორიაკში გაშვება. და რადგან იქ ლევანი იყო დათუნაშვილი და ლევანი მელაპარაკას და ისო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო რატომაც გამიშვეს მე. და ეგ ლევანის დამსახურება არის იქ რომ აღმოჩნდა ლევანიმ გამიწია რეკომენდაცია იქეთ და ლევანის დამსახურება იქ რომ ვიყავი. და მართლა აი რამე რომ მჭირდებოდა მართლა ნუ სირთულეები არ ენა არ ვიცი ჩავდივარ სირთულეები მქონდა სიცხე მქონდა ლევანის სულ ჩემ გვერდით იყო. აი მახსოვს ეს არ დამავიწყება პროდეორში სახში უნდა მეთამაშა პირველი თამაში და ნუ ეს სიცხე მაქვს ორშაბათიდან რო დამეწყო სიცხე თამაში პარასკევსა. მაქვს 39 ცუდად და მაინც დავდივარ ვარჯიშებზე და ნუ ლევანი მაკითხავდა, ლევანი გამიყვა თაფლი, გაყვანა აფთიაქში წამალი, ძალიან დიდი ხელი შეწყობა. რამდენი წლის ხარ? ახლა 22-ის ვარ. 22-ის. ჯერ ადრეა. იმიტომ რომ ახალგაზრდა ხარ, მაგრამ ეგ ხო ყოველთვის გემახსოვრება ლევანი რას აკეთებდა შენთვის, ხო? რა თქმა უნდა. აი შენ ხარ მზად რომ სხვისთვის იყო ის რაც შენთვის იყო ლევანი. მე ჯერ ახალგაზრდა ხარ, ხა მაგის მაგრამ აი ხო შენზე ახალგაზრდებიც ჩამოვლენა რა, ხო 100%. და ახლაც კი თუ რამე საჭიროა ყოველთვის დავეხმარებით. აი ეგრე არიან ახლა ნინის აღინა სულ ყურადღებით არიან ჩვენს მიმართ, სხვების მიმართ და ძალიან დიდ პატივს წემენ ყველას მართლა. ხო, ნუ ეგ არის ჩვენ ხა ქართულ მორაგბეებს ეგ არის რომ ერთმანეთი გაკოვა და ერთმანეთი ვერჩი უდგანან ეგ ვიცით უკვე რომ ჩვეულებრივი ამბავი. და აი ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარეც მე ვიცი რა გაკლია იმ დროს, რა სირთულეები გაქვს. და ყოველთვის შეგიძლია ეს უფრო ადვილად ხედავ ამ ყველაფერს და უფრო შეგიძლია დაეხმარო ვერ. ეხლა შენ მინდა ისეთი შეკითხვა დაგისვა, რასაც ხშირად უსვამ ხოლმე იქ საფრანგეთში მოთამაშე ბიჭებს. ამბობენ, ბევრი ამბობს და რაღაცნაირად ტენდენციასავით ხედავ, თუმცა შენი აზრით საინტერესოა, რომ ქართველები იმდენად ვერ ახერხებენ ფრანგებთან დამეგობრებას. და უფრო შეიძლება ახლოს იყვნენ ერთმანეთთან, ცხადია, და სხვა ლეგიონერებთან.
შენზე რამდენად ვრცელდება ეს ამბავი? მე ორივეს ვახერხებ, აი ფრანგეთთან საკმაოდ კარგი ურთიერთობა. კარგი ურთიერთობა გასაგებია გუნდში რომ გექნება კარგი ურთიერთობა. მე ვამბობ, როგორ დამეგობრებას, იცი, რომ დაურეკავ და გადმოდი. ეგეთიც არის, ვიფიქროთ, შემწვადი აგერ მაგალითად. ხო. ეგეთიც არის. ნუ, რა თქმა უნდა, მაინც ქართველები უფრო მეტ დროს ვატარებთ. ნუ ახლა მე ოჯახით ვარ, მამა და დედა ლიონში არიან შემთხვევით რაღაც პერიოდით კი. და ამიტომ უფრო მეტ დროს შემშობლებთან ვატარებ რა. და ეგრე. ესე იგი ფრანგებთან მაინც კი, ანუ საკმაოდ კარგი ურთიერთობა გვაქვს ყველას. ნუ კიდე არ გინდა გუნდის შეკრებები ხშირად გვაქვს, აი ბარბეკიუ ეგეთ რაღაცეები და აი ხშირად გვიწევს ერთმანეთთან ურთიერთობა. რაც გუნდისთვის მნიშვნელოვანი არის. აი ესე რომ ვთქვათ, ეს ქიმია რო იყოს გუნდში. თავისთავად, აბა. ესეც საკმაოდ კარგად ვახერხებთ. რომ ერთმანეთის გაგება და გათვალისწინება. რომ ერთმანეთის დანახვა მარტო საქმეს არ უკავშირდებოდეს, უკავშირდებოდეს სიამოვნებას. ხო, ეგ ჩვეულებრივი ამბავი. ეგრე არის. ეგ რომ მარტო სამსახური იყოს, ალბათ ფსიქოლოგიურად რთული იქნება. არის რომელიმე გუნდი ტოპ 14-ში, რომელშიც რადგანაც შენ რაგბის მაყურებელი ხარ, მაყურებელი ბავშვი იყავი, ხო? ალბათ რაღაცა შენი ფავორიტები გეყოლება. აი ბავშვობაში ხო და აი ვინ, აბა სადა? აი ორი გუნდი იყო. აი განსაკუთრებით ტულონი. ტულონი. კი, ანუ ახლა ბევრი ვარსკვლავი იყო, ჯონი ვილკინსონი თამაშობდა იქ, მანონუ, გვამერე მამუკა გორგოძე იყო. მე ძალიან მომწონდა ხუან მარტინ ფერნანდეს ლობერო იყო. მესამე ხაზზე. ძალიან ისე. კიდე? ტულონი და კიდე? კიდე რა თქმა უნდა ტულუზა არის. ტულუზაში რატო არ არიან ქართველები? ყველგან ახერხებენ ასე თუ ისე დამკვიდრებას და ერთადერთი ტულუზაში ვერ. რამე სვანაირი სისტემაა? ისეთი სკოლა აქვთ რაგბის, რომ თვითონ თავიანთი აღზრდილები იმდენად ძლიერები მოდიან, რომ ავსებენ იმ ყველა პოზიციებს ნელ-ნელა. ასაკში როგორ შედიან ესპუარების მერე. ამიტომ მათ უმეტესი წილი თავისი აღზრდილი მოთამაშეები. ხო, მაგრამ ეგ და არ უწევთ ჩამოყვანა. ნუ ახლა ტულუზაში იყო ერთ-ერთი ქართველი ვასილ კაკოვენი თამაშობდა. ხო, მაგრამ ცოტა ხანი და დიდი ხანი არ გაჩერებული ხარ, რაც იგივე შენგან ნახსენები. ზირაკაშვილი კლერმონში იყო ამდენი წელიწადი, ამუკა ჯერ მონპელიეში იყო, მერე ტულონში იყო. უფრო ფრანგულ ბაზაზე არიან რა, უფრო მეტწილად ფრანგი მოთამაშეებს აქვთ გაცვლა და თავის აღზრდილებზე. რითია აი ეგეთი ძალიან მაგარია ტულუზა, ხო? რა თუნა ლაპარაკი წლების განმავლობაში და 10 წლეულების განმავლობაში ეს საუკეთესო გუნდია, მთლიანობაში რო ვიღოთ ფრანგული საუკეთესო გუნდია. აი რა აქვს დღეს ისეთი, რაც ტულუზასთან რო გადიხარ სათამაშოდ, ნუ იცი რომ აი ამას და ამას დაეჯახე. თავისი სტრუქტურა აქვს, რომელსაც ნერგავენ ბავშვობიდანვე თავის სკოლებში. აი ეს ლაღი თამაში, თუნდაც ფურჩები და მთლიანად შერკინება იციან როგორ ლაღი თამაში, პასების აგდება, სწორი მიმართულებით შესვლა, სწრაფი რაკი, ნუ ძალიან მაღალ სისწრაფეებზე თამაშობენ და ეგ აქვთ. და პლუს ამას ემატება რომ დიუპონი ყავთ და ჟალიბერი რომელიც ამას ერთი წამი დიუპონი და ენტამაკი კი. ჟალიბერი კი არის ენტამაკი, ხო. და ფიზიკურობაც არ აგდეთ, გუნდში მე αφუყავთ. და რომელიც თვითონაც მაგრად ხელითაც თამაშობს, ყველაფერი შეუძლია. თული გასაჩერებელია ეს მე ხო დიდია, ხო? ისე გასაჩერებელი თაროხელია და არის თავისთავად, მაგრამ მაგისტრის არსებობს დაბალი ბოჭვა. დაბალი ბოჭვა. შექმნილია მაგისტრის და ზოგადად თული დასაცავია, როდესაც არ იცი ბურთის აწავა. ეგ არის. და დამღლელია. აი ზუსტად ეგ ჩემი გადასახი, მე ხლა პროფესიონალი არც ვარ, არც ექსპერტი, მაგრამ რაგბის ხო მთელი ცხოვრება ვუყურებ. ტულუზას თამაში რაც დავინახე განსაკუთრებული არის ის, რომ გაგრძელებები აქვს ყოველთვის რამდენიმე. ერთი 9 ნომერი დიუპონი რო ბურთს ხელს კიდებს, თვითონ წარმოადგენს საფრთხეს. პირველივე ნულოვანი ზონა არის საფრთხის ქვეშ. პირველი პასი ახლოში მოდის ვიღაცა მონსტრი, შკაფი უშველებელი ვიღაცა და ზურგს უკან ძალიან სწრაფები, იქ ნტამაკი და ვიღაცეები
ეს სამი ვარიანტი სამხარეს მინიმუმ. მეორე მხარესაც იგივე. აი და ეს იმდენად მაღალ დონეზე და მაღალ სისწრაფეში კეთდება. მე მგონი რომ ეგ არის ტულუზის მთავარი ისა რა მე ესე დავინახე რა. ნამდვილად. აი მე როგორც ველი რა არის შემთთვის უფრო ადვილი. როდესაც ვიცი რომ ის უეჭველი ბურთს იღებს შუანა, უეჭველი რო გეტაკება, შენ რო პირდაპირ გისწორებს მადლობას ვხდი პირიქით. კი, თუ შენ ერთადერთი რაც უნდა გაკეთო, ბოჭო არ უნდა გამოსო რა. და როდესაც შენ ყველაფერი გასაკონტროლებელი გაქვს დაცვაში, იცი რომ ისიც მოძრავია შეიძლება შეგიტყდეს, იცი რომ ყველა მხრიდან საფრთხე მოდის, მეტი საფიქრალი და ეგ არის. მეტი სირთულეები გიცი. ეგ არის ხო? ძალიან როდესაც ყველა მოთამაშე წარმოადგენს საფრთხეს. პირველი ბურთის ამღებიდან ბოლო გასამდე სადღაც რაღაცა საფრთხეს ქმნის. ნუ ძალიან საინტერესო. მოდი მაშინ რადგანაც ბოჭოებზე ამდენი ვილაპარაკეთ, ბოჭოებიც თქვათ. შენ ყოველთვის კარგი ბოჭავი იყავი თუ როგორ არის შენი საქმე? მე შენი შრომით და ამუღამით თუ რაღაც ბუნებრივად როგორც თქვი, აი მე მამამ ავარჯიშებს ბავშვობი. მესამე ხაზელები ვახსენეთ, ცუცკი არ გვიხსენებია. მაგარი ბოჭა. ცუცკი მაგარი ტექნიკური ბოჭავია. აი მე მგონი იმას რაღაცნაირად თანდაყოლილიც აქვს. იმდენად ბუნებრივად აკეთებს ამ ბოჭებს. შენ როგორ მამაზე ამბობ? აი ბავშვობიდან მამამ ჩანერგა ჩემში. მასწავლიდა სწორ ბოჭვას, როგორ უნდა შევიდე, როგორ უნდა მოვცელო, რა ადგილას უნდა დავარტყა, როგორ უნდა გავაჩერო. და ეგ ბავშვობიდან ჩანერგა ჩემში. ონი 6 ხშირად გავდიოთ. მე და მამამ სულ გავდიოთ ძალკე ვარჯიშობდით უნარებზე. რაც საბაზისო ყველაფერი ჩამიდო ბავშვობიდან ჩემში. ხო და მე რომ მივედი უკვე რაკში 6-7 წლის ასაკში ვარჯიშზე. აი ეს უკვე ყველაფერი ვიცოდი, აი ეს ბოჭვა, კონტაქტი, როგორ უნდა შევიდე, ბურთი როგორ უნდა ჩავდო. აი პრობლემას არ წარმოადგენდა ჩემთვის, მაგრამ რაც კიდე უფრო დამახვეწინა და რაც კიდე უფრო დაბალ ბოჭვებზე აქცენტი გამაკეთებინა, ეს იყო თავისუფალი ჭიდაობა, რომელიც 3 წელი ვიარე ურთულეს ვარჯიშებით მართლა. აი ფეხში შესვლები, ეგეთი თან სხარტი არის ან თავისუფალი ჭიდაობა. რამაც ის უნარები მომცა. ჩემი აზრით ამან განაპირობა. რას უყურებ ბოჭვის დროს? აი გასაგებია რომ როცა ჩვეულებრივ ბოჭვას აკეთებ, ნუ მე რომ სამიზნე არის თეძოები, იმიტომ რომ ფეხებმა შეიძლება მოგატყუოს, ტანმა და ხელებმა შეიძლება მოგატყუოს, ხო? თეძო არის მთავარი რაც რჩება სამიზნედ. შენ როგორი ტექნიკა გაქვს ბოჭვის? ბარემ ეგეც გაგვიმხილე, იქნებ ვინმე რამე ისწავლოს საინტერესო. ვაგვირდები ზოგადად ფეხებს. და გააჩნია მომენტს, არის ზოგჯერ რომ გადავსებაზე როცა მიდიხარ, ხალის მოთამაშე, უფრო ყურადღებით იყო რომ არ უნდა გაგექცეს და უფრო პარად უნდა იდგე ფეხზე. როდესაც შერგემის მოთამაშე მოდის, იმაზე უნდა გააკეთო აქცენტი, როგორ უფრო უხეშად შეხვიდე და უფრო კარგად დაარტყა და მოცელო. გაბარიტის მოთამაშეც მოდის. ლაროშელთან მქონდა თამაში გასვლაზე. მაგათ კი ყავთ მართლა ბოინგივით მოთამაშე. აგენს ყავთ ანტონიო ყავთ სამი ნომერი. აი ზუსტად კოლომბიც ეგეთია. თავისუფალი გათამაშება იყო. და ანტონიო გამოექანა, გაათამაშეს ანტონიოს მიცეს. და ჩემს მისწორებს პირდაპირ. არ ვიცი რატო, მაგრამ მაინტერესებდა. მაღლა რო შევიდე, ახლა რა უნდა მიქნას მეთქი და ნუ ის არც კონტაქტში არ შევ, პირდაპირ შემომახდა. აი ესე გამიბრუშდა ხელი, რომ მეთქი აღარ ღირს ეგრე შესვლა. ეგრე აღარ. და მეორეჯერ რო წამოვიდა, მოვცელე და ეგრევე წაიქცა. რაც ლოგიკურია, უნდა განსაზღვრო. ვის და როგორ. ხო. აი ეგ განსაზღვრის მომენტია ძალიან საინტერესო. როგორ როდის და რა ინდიკატორებით, რა მაჩვენებლებით იღებ გადაწყვეტილებას? კოჭებში ჩადიხარ, მუხლებთან ჩადიხარ, თეძოებთან ჩადიხარ, თუ ზემოთ ისე რომ იმასაც ვცდილობ, რომ თამაშის წინ მე დავაკვირდე იმ გუნდის ანალიზს გავუკეთო, ვინ ყავთ თავარი წამღებები, ვინ არიან დომინანტები შეტევაში, როგორი სტილი აქვთ, უფრო შეტყმამაიციან, უფრო პირდაპირები არიან.
რა თქმა უნდა, გაბარიტების გამომდინარე ახლა მესამე ხაზზე 8 ნომერები არიან, ზოგი 130 კილოა თითქმის და სტილოფის დაბლა შებოჭო და ადგილზე მოვცელო. ხო. იმასთან მაღლა შესვლა შეიძლება ჩვეულებრივად შესვლა დეძოებშიც, მაგრამ ნუ 50-50-ზე იქნება, მაგრად შეხვალ, გადააგდებ. ვერ შეხვალ ის მოგიგებს მას და ის მოცელვა იმასაც განაპირობებს, რომ ჩემი გუნდელი მე უფრო ადვილად ბურთზე ჩაჯდეს, მე სწრაფად თამაში დავბრუნდე და აი საღინა უფრო მაღლა შედის. საღინა კი. საღინას არ ვიცი რა, რაღაც ადამიანი ჯანი დაღონი. აი აკვრას აკეთებს შტანგით, ისე ფეთქება და ისეთი ძლიერი აქვს, რომ მართლა არა ადამიანი ძალა აქვს. ძალიან ფიზიკური. ის არ არის ამასთანავე ლაპარაკობდით მაგაზე აქ. მე მგონი ლევანთან თუ აღარ მახსოვს, შეიძლება ვიქტორი იყო დიდებული. განგაც განვიხილავდით, რომ საღინა არ არის აი ცუცქისნაირ ესეთი დარტყმით ბოჭავი არ არის. ეს არის უფრო აი დაჭერით და მე მიათრევს სადღაც. მაგიტომ არის, რომ ეგეთი დაბალანსებული გუნდი რო ყავს. ერთი ეგრე ბოჭავს, მეორე ეგრე ბოჭავს. რაც საღინას სტილის ბოჭვა მაგალითად გაძლევს იმ დროს, რომ კიდევ უფრო დიდი ხანი გადაეწყო. ხო. იმიტომ რომ ის ნელამიდის, ის კრავს, უნელებს რაქს. დაბალი ბოჭავი იმის საშუალებას გაძლევს, რომ ბუზე ჩაუჯდე, დააჯარიმო, კონტრაქტი გაუკეთო. და ეგრე არის, რა ბალანსი უნდა იყოს. ძალიან საინტერესოა, ხო. ესე იგი, შენთვის მაინც აი სამიზნეზე რო ვამბობდით, უფრო აი გააჩნია, აი თეძოდან კოჭებშიც გამიკეთებია, მაგრამ გააჩნია ეგ ხანის ემოდის ხანასზე. სულ მუშაობ ბოჭვის ტექნიკაზე თუ ეს ცდილობ კვირაში ერთხელ ან ორჯერ ცალკე ბალიშებზე, ან ბალიშის გარეშეც ხოლმე მე და ბექა ვაკეთებთ, ხან სხვა გუნდებთან ერთად, ხან სელთან ერთად. რომ მაინც რომ ის გქონდეს. უნარი რომ ხო, ნუ ეგ საბაზისო უნარი გაგიფუჭდა. რა თქმა უნდა. შენ წაღან კითხეზე მოწერტილი მეთქი, მაგრამ მაინტერესებს საკუთარ განვითარებას და გაუმჯობესებას როგორ უყურებ, რა მიმართულებით ხედავ. რას ისურვებდი, რომ უკეთესი გქონდეს. რა კომპონენტებზე მუშაობ იმისთვის, რომ დარჩე ზედაპირზე, ახლა ძალიან დიდი კონკურენცია, უკვე ნაკრებშიც მესამე ხაზში ყველაზე დიდი კონკურენცია, ლიონშიც კონკურენცია ცხადია და იმისთვის რომ შენ დარჩე იმაზე, შენ უნდა გქონდეს რაღაცა დონე, ხო? აი რის გაუმჯობესებას ფიქრობ და ამას რატო გეკითხები, იცი? შენ რადგანაც ქვემოდან ამოხვედი, აი თავიდანვე ამაზე გავაკეთე. ესე იგი, შენ გაქვს ეს პროგრესის კოდი ჩადებული შენ თავში. აი ხა როგორ ხედავ შენ პროგრესს? აი მასაც გავუსვენ ხას, რომ ეგ ბავშვობიდან ეგრე ვცდილობ, რომ განვითარება ვნახო. რაშიც, აი მაგაშიც მამამ და მშობლებმა ხელი შემიწყვეს. კალათ ბურთზე დავდიოდი, ჭიდაობას დავდიოდი და ჭიდაობაში ისეთ წარმატებები მქონდა, რომ არჩევანიც მედგა. ჭიდაობა გამიგრძელება თუ რაგბი. ნუ მე რაგბი ისე მიყვარდა, რომ დიდი ხანი არ დამჭირებია ფიქრი. და ახლა იმას გავუსვენდი ხას, რომ აუტებზე უნდა გავაკეთო მეტი აქცენტი, როგორც ხტომელი. და მოედანზე ისეთი სტილი მაქვს, რომ უნდა ვიყო სულ ფორმაში და ფიზიკური კონდიციებს უნდა მივაქციო ყოველთვის ყურადღება. არ შეიძლება ჩემი კონდიციებიდან ამოვარდა, მოდუნება ეგრე რომ თქვა, რადგან ცდილობ ყოველთვის ბევრი მანძილი დავფარო, ბევრი მიმუშაო მოედანზე და ბევრი მოქმედება მოვახდინო რა. აი რო დაგიძახეს ლიონში, რამე შეთანხმება გქონდათ, რომ აი აქ და აქ ხედავთ, ასე აი ესა და ეს სამუშაო გვინდა რომ გაგვიკეთო და ამ როლში გხედავთ. თუ უბრალოდ ესე კონკრეტულად არ იყო წახვედი როგორც მესამე ხაზი. თავიდან ანუ თავისთავად მოგწონ ხარ ამათ ამაშიო, კარგად მუშაობ მოედანზეო, დაბალი ბოჭვებიო და ეგ ყველაფერი გვაწყოსო და რაქებიცო რა. და რაც შეეხება დაცვითი რაქი, სხვა დონეზე იყო, მაინც რომ წავედი პროდეორიდან. ნუ პროდეორში უფრო ადვილი არის შედარებით ბურთზე ჩაჯდომა, კონტრაქტები და რაც ლიონში რო ჩავედი ვიგრძენი აქ 14 თამაშებზე, ან ხანაგურ თამაშებზე, რომ ნუ აი ბევრად რთულია და ბევრად უფრო უხეშები არის.
და რამაც მე ყოველი ვარჯიშის მერე ვცდილობდი რომ ამაზე ვემუშავა და უკვე მე ნელ-ნელა ამან წამოიღო ყველაფერმა შედეგი. გასანვითარებელი ბევრი მაქვს და ყოველთვის უკეთესობისკენ უნდა იყო რა. ხო, თავის ეგ მაინტერესებს, ბავშვად, შენ თუ ხედავ რა გაქვს განსავითარებელი და კონკრეტულად რაზე ყველაფერზე ალბათ თანამედროვე რაგბიში შენ ყველაფერზე უნდა იმუშაო. რამეს რომ მოდუნდე ის წავა. ეგრეა. ნაკრებზეც გითხარი 1-2 სიტყვა და წავიდეთ. როგორი იყო შენი ისევ და ისევ იქიდან გამომდინარე რომ მესამე ხაზში არის კონკურენცია. ისეთი რომელიც სხვა რგოლებში არ აქვს. იყო დრო პირველ ხაზში ქონდა სასტიკი კონკურენცია, ეხლაც ყავს ბურჯები ბევრი, მაგრამ მესამე ხაზში ეხლა რამდენიმე მოთამაშე ყავს ტოპ 14-ში და რაც არ ქონია. მე 3 ვარ. ხო. 3 ბექა. 3 ბექა. კი ბატონო, ხო. მაგას არ დავკვირვები ვარ. და გარდა მაგისა არიან ბიჭები რომლებიც აქეთ არიან მაგალითად ივანა სპანდერა ეს ბიჭები ჯალა პროდეორში ჯალა არის პროდეორში და ძალიან საინტერესო მოთამაშე არა ერთხელ მithქვამს ამდენად შენი აქ მოხვედრა ესე იგი რაღაცა დაინახეს შენში რა როგორ მოხდა შენი ნაკრებში გამოძახება ეგეც გითხარი მაშინ და პირველი თამაში ისე მოულოდნელად ვითამაშე ეგ 20 წლების მერე მოხდა პორტუგალიასთან. იქ ბიჭები ავად გახდნენ რაღაც ვირუსი შეეყარათ და ნამგზავრი დაღლილი და რომ მითხეს რომ უნდა ითამაშო დაღლაც აღარ მქონდა ესეთი ბედნიერი ვიყავი. ეგ იყო პორტუგალიასთან. და მერე პაუზა მქონდა მაგის შემდეგ, ტრამვაც მოყვა მერე 4 თვიანი, ზუსტად უკანა ჯვარედინი გავიწყდა ნაწილობრივად და 4 თვე გამეცდა. და ეგ იყო სოფლიოს წინ. ამაც ძალიან უკან დამხია. და მერე ეს გამოძახება რომ მოხდა თქო ნაკრებში არის ჯანსაღი კონკურენცია და მართლა მაგარი ბიჭები არის ყველა მესამე ხაზში. და ისედაც კაი ბიჭები რომელთანაც მოედნის გარეთ მართლა მეგობრობ და ესეთი კარგი ბიჭები ყავს მესამე ხაზში და მიუხედავად ამისა მაინც დაიმსახურე ადგილი და ეს ორმაგად დასაფასებელია იმიტომ რომ ისინი ამ სისტემაში უფრო დიდი ხანია არიან. შენ ახლა შემოხვედი იმ თამაშს თუ არ ჩავთვლით იმ ერთ პორტუგალიასთან ერთ თამაშს, ხო? ხო და აი როგორ მიდის, როგორ შეეწყვე? არის დიდი განსხვავებები დაუშვათ იმასთან, რასაც ლიონში გთხოვენ და რასაც ნაკრებში ითხოვს რიჩარდი? აი შეიძლება უბრალოდ რაღაც სხვანაირი როლი მოგანიჭონ. რიჩარდი უფრო მიყურებს ფლანკერად, აი როგორც დავაკვირდი. ხო. ლიონში კიდე უფრო 8 ნომერზე ვარ და რა თქმა უნდა თავის მოთხოვნილება მე მოთამაშე ვარ მე მწვრთნელი რასაც მეტყვის ის უნდა შევასრულო და თავისი დარიგებები აქვს თითოეულ მწვრთნელს იმას უნდა რომ სხვა რამე გააკეთო იმას სხვა რამე და მე ყველაფერს ადაპტაცია უნდა გავუკეთო და იქ ხო როგორ გიყურებს რიჩარდი როგორც ფლანკერს უფრო დაცვით თუ უფრო ბოჭო შენ ბოჭავი კარგი ბოჭავი ხარ როგორც დამცველ ჩამშლელ მესამე ხაზელს თუ ბურთი რიჩარდისთვის ეგ ორივე მნიშვნელოვანი არის და აი ქართულ გენეტიკურ თამაშს თამაშობს აი ძლავს და ითხოვს რომ შენს დომინანტი იყო შეტევაშიც და დაცვაშიც ძალიან კარგი რა ვიცი წარმატება რიჩარდს და წარმატება შენ სხვა რა უნდა ვთქვა ახლა ის არის რა ქვია იმის წარმატება პირდაპირ ნიშნავს ყველას წარმატებას ჩვენსაც რა ვიცი ბექა აღარ მოგაცდენ დიდი მადლობა ეს დრო რომ გამონახე ასეთ მომენტში შეგახსენებთ რომ დღეს რა დღეა ხუთშაბათია დღეს და კვირას არის უკვე რაგბი ევროპის ფინალი ხო ესეა და აი ასეთ მომენტში დაგვითმოდ რომ ბექამრისთვისაც რა თქმა უნდა ძალიან მადლობელი ვარ და რომ არა ეს ისედაც უსურვებდი წარმატებას და ამასთან ერთად კიდევ უფრო დიდ წარმატებას გისურვებ რომ დაგვაფასე და მოხვედი. რამე ხო არ გინდა გითხრა
ბოლოს თუ რამე ხო არ გამოგჭა, რამის თქმა ხო არ გინდოდა მე არ გაცალე. არა, მადლობას გიხდით შემოწმებისთვის და ძალიან სასიამოვნო იყო თქვენთან დროს გატარება და მადლობა მაყურებელს, ვინც უყურებს თქვენს გადაცემას. დიდი მადლობა ნამდვილად, მადლობა მაყურებელს რომ გიყურებთ, გამოიწერეთ ჩვენი არხი, შეგახსენებთ, გაუზიარეთ მეგობრებს, დაწერეთ კომენტარები, მოიწონეთ. მოკლედ რაც ხდება რა რუტინულად ამ სოციალურ ქსელებში ეს ამ მოქმედებებისკენ მოგიწოდებთ. ჩვენი სტუმარი იყო ლიონის და საქართველოს ნაკრების მესამე ხაზელი ბეკა შვანგირაძე. მე გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე.